დილა მშვიდობისა მოგესალმებით მაღვიძარას ერთგულ მაყურებელს და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც ცნობილი ადამიანების დილა აინტერესებს. ამჯერად ჩვენ ვიმყოფებით თაკო გაჩეჩილაძესთან სტუმრად, რომელიც იმედია კარს გამიღებს მას მერე ფლექსივით გამოვიდა, არა. რა გნებავთ? თაკო მინდოდა? ვინ თაკო? გაჩეჩილაძე. აქ არ ცხოვრობს ეგეთი არავინ. არა, კარგით უკაცრავად. ხმაზე გიცანი. დილა მშვიდობისა, როგორ ახარ? კარგად, გაუმარჯოს. როგორი დილა გაგითენდა? ვაიმე. აი, ჩვენი. აი. კი. ყოველი დილა კაი გითენდება თუ? კი, ძალიან. აი, აქ ძინავს თაკოს, აი აქ ძინავს თაკოს და აქ ეღვიძება ყოველთვის კარგ ხასიათზე. გიყვარს ძილი? კი, ძალიან. შეიძლება მოსიჯო. კაი. კაია? საერთოდ რომ მოსაძე ეღვიძებ ხო? უფრო ვიღვიძებ შუა დღეს, არ მოვიტყუები ხო დილა. როცა საქმე გაქვს, გიჭირს ალბათ გაღვიძება. როცა საქმე მაქვს, ვაყენებ მაღვიძარას და მაგალითად მაღვიძარა გაქვს. ტელეფონში ვთავთავ და და პაპური მაღვიძარა არა. ესეთი არა. აუ დღეს ნახე ძალიან ბევრი რაღაც და ცოტა კოშმარებიც ნახე და ამიტომ ჯობია არ მოვყვე. ჯობია არ მოვყვე. კი ხდება ხოლმე სიზმრები? არა, საერთოდ არ მჯერა სიზმრების. და როგორ გძინავს ხოლმე, რა პოზაში გიყვარს ძილი? უფრო მარჯვენა მხარეს. ანუ ხელი ბალიშზე და ესე არ გიბუჟდება მარჯვენა მხარე. კი, მაგრამ მიცული მხარეს და ეს. დღეს რომელ მონაკვეთში ხარ ყველაზე კარგ ხასიათზე? როგორც შევამჩნია დილით, ხო? იმიტომ რომ ყოველი დილა კარგი მითენდება. დილით კაი ხასიათზე ვარ კი. აი, უფრო ღამე არ ვარ კაი ხასიათზე, იმიტომ რომ ძილი მეზარება. ანუ აი რომ უნდა დავიძინო რაღაცა. და მერე გაღვიძება გეზარება. ხო. დილით გაღვიძება. როდესაც ვიღვიძებ, აბაზანა შევდივარ, შხაპს ვიღებ რაღაცა მოწესრიგების ამბები და ყველაფერს რომ მორჩები, მე სამზარეულოში. მე სამზარეულოში. და სამზარეულოში რას აკეთებ ხოლმე საინტერესოა? საჭმელებს ნამდვილად არ ვაკეთებ, მაგრამ რაღაცა ყავას დავლევ ხოლმე ყოველ დილას. ძალიან ისევ ჭამს ცხოვრებას არ აწევი, რომ დაუშვათ ვარჯიშობ და დილაობით, შემდეგ კოფეინს უგზავნავდე საკუთარ. არა, არ ვაკეთებ ეგრე. ეგრე არ ვაკეთებ, იმიტომ რომ რა ვიცი, ყოველ დილით მაინც ვფიქრობ, რომ მჭირდება, რომ დავლიორო, ცოტა ენერგიაზე მოვიდე. დალიო ყავა. კი. სასეირნოდ მიდიხარ ხოლმე? სასეირნოდ ქალაქში? როგორ არ მივდივარ, კი. ეს უკვე შუა დღეს. ეს რა არის, იცი, უკვე მე ყოველი დღის გრაფიკი ესე მაქვს, რომ აი სახში ვერ გავჩერდები. ისე რომ აი გავიღვიძო და მთელი სახში ვიყო, ესე არ შემიძლია. სადღაც უნდა წავიდე, აი უფრო ძირითადად მაქვს იმის მიზეზი რომ წავიდე, ანუ საქმეები მაქვს ხან სადღაც წავალ, ხან სად, მაგრამ თუ არ მაქვს, მაინც ავდგები და სადღაც წავალ, იმიტომ რომ სახში ვერ ვჩერდები. აი რა უნდა მოხდეს დილით 8 საათზე, 7 საათზე ვინ უნდა გაგაღვიძოს, რომ მთელი დღე 5 ხასიათზე ყან გაიღვიძოს საერთოდ. გააჩნია როგორი ხმაურით და ვინ გამაღვიძოს. ასეთ შემთხვევა? არა. არა. იციან რომ ძინავს, ხო? კი. ამაზე ბრაგუნითაც ვერ გაგაღვიძებენ. ვერავინ ვერ გამაღვიძებენ. მარტო. არა, მაგ შემთხვევაში ვერ გამაღვიძებენ, მაგრამ ჯერჯერობით არ ყოფილა ეგეთი შემთხვევა და არ ვიცი, ნახოთ. რამე განსაკუთრებული ჩვევარაც ყოველ დილით გახასიათებს და მის გარეშე დავუშვათ ვერ გააგრძელებ დღეს, გააქვს? ალბათ დილის ლოცვები, რომელიც უნდა წავიკითხო ადგომის შემდეგ. მუსიკა არა. არა. თუმცა ეხა ისმის, ეს შეიძლება არა? ეს შემბრალია კი, მაგრამ უბრალოდ სიმროგელოდებოდი, მაგიტო ჩავრთე. მოლოდინში უსვამს მუსიკას ესე თაკო გაჩეჩილაძე. მაგვიძარა დაგიბრუნდება ძალიან მალე ეთერში და გავიგებთ რა საქმიანობს ხოლმე დილაობით თაკო სამზარეულოში. გრძელდება მაგვიძარა, მოაჭრია დავით. გრძელდება მაგვიძარა და თაკო ეს დილით მოგივიდა იდეა რომ ესეთი ეს ყველაფერი იქნა ჩემმა და, მაგრამ მეც მივიღე მონაწილეობა კი რაღაცეებში. საერთოდ მიყვარს ლამაზი მოდელების და მსახიობების სურათების გაკვრა. და დილით რო იხუძებ ქსიამოვნებს, ხო, რომ კი, განსაკუთრებით აი ის გოგო მომწონს ძალიან.
აი ტუჩს რო იკვნეც. ნუ ხა ეს ოდრი უფრო ჩემი დის კუმირია და მოკლედ შემოსასვლელში ოდრია, სამზარეულოში ოდრის საათი აქვს ჩამოკიდებული და ძალიან უყვარს მოკლედ ფანია ოდრის ჩემი და ამიტომ ადამიანს ყველაზე კარგი იდეები დილაობით მოსდის თავში. მართლა? რა ვიცი. არ მოხსვია ჯერ კარგი იდეა დილის თავში. სიმღერას რაც შეხება დილით უფრო გიყვარს სიმღერა თუ საღამოს? აი დავშეთ ჩამწერ სტუდიაში მიდი. რა თქმა უნდა საღამოს, იმიტომ რომ ხმის მხრივ ეს უფრო კაია. დილაობით ხმარი დამშტარი, როგორც იღვიძებ და აი რაღაცა ცოტა ვერ ხარ, ეგრე არის ხმაც, იმიტომ რომ ცოტა ჯობია რომ გვიან ჩაწერო. და რაც შეხება გამოხმარებულ ვარჯიშებს, საერთოდ არ გევარჯიშია. კი, როგორ არა. იყო ერთი პერიოდი, როცა ყოველდღე ვარჯიშობდი და ძალიან მიყვარდა და ისე ვიყავი უკვე, რომ ვარჯიშის გარეშე რაღაცა აღარ შევეძლო, მაგრამ მე რაღაც უკვე ცოტა წარმაცავდი და იმის მერე გადავეჩვი. როგორ ვარჯიშებს აკეთებდი ბაჩვენებ? აუფ. კარგი, ნახოთ როგორ ამზადებს ახლა ყავას თაკო, მოგიმზადე? კი, აუცილებლად ეს ძალიან რთული პროცესია, ესე იგი, მე თუ ყავა მოვამზადე. შენ თუ ყავა მოვამზადე რა? ჰა? რა? არა, ხუმრობ უბრალოდ, აი, გამაჩემი აკეთებს რაღაცებს. მოდი ხარ? გამარჯობა. არმინდა. ეს ვითომე გავაკეთე? ეხლა აბა როგორ გადავაბათ? ეხლა მოდი. თუ გინდა დავუჭრი მაგას. გინდა? ხო, დავაი. შენ დაჭიქი მიყურე? მე დაჭიქი მიყურე. ეხლა ეს როგორ? მოხურო და მაგან გადაიღე. დილით გამოდიხარ და ეს ბულგარულ წიწაკები, კიტრს, პამიდორს, თევზს, ყოველდღე. ბავშვები ხომ და აბა. რა უყვებ ამ ხელა ოჯახს? უნდა მივხედო. სხვა შორის ბულგარული წიწაკა ძალიან სასარგებლოა მიზმოზე შეგიძლიათ მიირთვათ. არა მხოლოდ ასევე ხახვიც. შეიძლება ხახვი? შეიძლება. დაია? ხახვზე დაგპატიჟე, ხო? კიდე რაზე დაგპატიჟე? ხახვზე და ბულგარულ წიწაკაზე. შვენიერი. მაგრამ ძალიან სასარგებლოა. ჯანსაღი საკვები. ან თაკო მისის ხალხი ჭრის. ეხლა ამას ჩავყარა. თუ ეს კიდე გავჭრა. საერთოდ ხო იყრება ხოლმე მაგაში. ეს მშკოლი მთლიანად. ეს ამე ვაგდებთ ხოლმე. არა, ამას კი ვაგდებთ, მაგრამ დიასახლისები. საერთოდ შენ როგორი დიასახლის ხარ ეხლა ეგ მითხარი? შვენიერი გინდა გავაგრძელო ბულგარული სტაჟრა? ხო. გავაგრძელო? დავაი, მე ყავას გავაკეთე. თაკო გააკეთებს ყავას და მე დავჭრი ბულგარულ წიწაკას. შენ მოსადუღებელი გინდა თუ ხსნადი? მოსადუღებელი არ მოუდუღებელი გინდა? მოუდუღებელი. კაი. შვენიერი. შენი საკუთარი ჭიქა გააქვს თაკო? კი, იქით მაქვს მოვიტანა? ხო. ამასობაში ბულგარულიც დაიჭრა, ვინცათვის რომ დილით მომზადოთ კიტრი პამიდორი სადაც რაღაც ჩემი დილა გამოვიდა, ხო მარტო. თაკოს და სახში ჩემი დილა. აი, ჩემი ჭიქა. ასე ცოტა სქელი. აი თაკოს ჭიქა, რატომ მაინც და მაინც სოყარელი. ახალი წილი მოდის. მარტო ეს არის. რუსია, ხო? ხო. რატომ მაინც და მაინც რუსი? რავი, მომეწონა საყვარელია და ხან ძილობ, და ყავას ამით რომ რა კარგ ხასიათზე დადგები? შენც გინაყავა? მაყურებელს ეკითხება. მაყურებელს. ოი, რა თქმა უნდა, მაყურებელსაც უნდა ხო. რა ქენი ახლა რა? ნაგავინდა. გააკეთე თუ გააფუჭა საქმე? გავაკეთე. შაქარი რამდენი? ვის რამდენი? შაქარი მინდა არასწორი მესამართი თხოვია, ხო ნაგავ. აი იქით. შაქარი მითხარი რამდენი გინდა? ერთი. ერთი. მაყურებელს უნდა 2 თუ 3 მაყურებელო. 2 მაყურებელი. 2 გინდა? განსაკუთრებული რეცეპტი არ გაქვს, როგორც ხედავ ყავას მომზადების რაღაცა. არა. არა. არა, ერთადერთი რაც ვიცი მე, რომ მე მგონი მოსადუღებელ ყავაში რაღაცა ცოტა ვანილი უნდა ჩაყარო და გემრიელიაო, მაგრამ მოსადუღებელი ყავა არ მეყვარს. ამიტომ ან კონიაკი. კონიაკი? ნუ ეხა ეს რაღაცა სხვანაირი ყავა. ეს საღამოს ყავაა და დილის ყავა შეგიძლია ჩაყაროთ მარტო. საერთოდ შენი ტიკეტები ხომ ყავს თუ იმეს მოგართმევს ხოლმე ლოგინში? არა, არ მიყვარს ლოგინში სხვათა შორის. არა? ხო, არც
ჭამა, არც ყავის დალევა. მიყვარს რომ ადგები, უკვე რომ რაღაცა მოწესრიგდები მერე. ძირითადად შოუ ბიზნესის მოღვაწეები всё. უზმოზე ყავას მიირთმევენ მხოლოდ და შემდეგ გადიან უკვე სამუშაოთან, სიმღერის ჩასაწერად, ფილმის გადასაღება, თან რეკლამაში მონაწილეობის აღება და ასე შემდეგ. შენც ესე ხარ? მე საუზმის გარეშე. ანუ რა არის ჩემი საუზმე? მიხდა. მივხვდი. ესე იგი, ჩემი საუზმე არის მარტო დილით იოგურტი და ცხელი ყავა. საქართველოში მომზადებული იოგურტებს ანიჭებ უპირატესობას თუ საქართველოში მომზადებული იოგურტი რომელია? არ ვიცი? რომელი? ხაჭა ჩვეულებრივი? პროგრამა გაგვდის ხო რა დავასახელო რა არის? არა, შენ არ იცი დაკო რა? არა, მართლა. არა, ესე იგი ქართულად არ აწერია და ესე იგი არ არის ქართული. ზოგი არის დაუშვათ იგივე რატო მიიღე პირდაპირ ქართულ პროდუქციას. შეგიძლია შენ მომზადო ხო მაწნისგან და ხილისგან მზადდება. ხო, მაგრამ მიჩვენია გამზადებული. ძალიან გეზარიო ხო ბულგარულის დაჭრის არის ხო მარცხი რო ეჭირა და მაწონში უდიო. სადარიკოზე. არა, არ მეზარება. პრინციპში ეგ უფრო ნატურალური გამოვა შენივე ხილი რომ რაღაცა გემრიელი იქნება ბევრად უფრო. აქედან გამომდინარე აღარ დაგისმევ შეკითხვას დიდით ნატურალური კი ფრეშებს თოსავან. წვენი კი. მაგრამ ფრეშს არა ჩვეულებრივი. ჩვეულებრივი წვენს. იოგურტი გნება? დიდი სიამოვნებით. რისი გინდა? რისი? ვაშლის, ალუბლის იოგურტს ჭამ ხოლმე. რის იოგურტს ჭამ? უფრო ან მარწყვი, ან ვაშლი გინდა? მარწვის, ან ალუბლის, ან რავი რაღაც. უფრო კენკრა. გინდა? ნაყურებელი გინდა იოგურტი? წვენი თუ გინდა? არა, წვენი არ მინდა. წვენს რის წვენს ვახომე ბროწეული და ფორთოხალი. არა, ეს გრეიფრუტია. ეს ამას მე არ ვსო, უფრო ალუბალი მიყვარს. ვისთან სტუმრად მივიდივარ, იმის დილით ცხოვრობ ხოლმე და თაკოს დილას გავიგებ როგორია იოგურტს რო გემოსკავსინჯა, მასალა გავიცი უკუსა. აბა შენ არს მიირთმევ ხოლმე დილაობით. ვინც რას მოგწევს? ვინც რითი გაგიმასპინძლება იმას. არა, ხო, მაგრამ უფრო მსუბუქი გიყვარს თუ აი კარგად რო შეჭამ. არა, მე საერთოდ არ ვსაუბრობ ხოლმე დილაობით, მაგრამ ინედერად საერთოდ ძალიან ცუდია. ეს იცი რომ ცუდია. ეს ვიცი რომ ცუდია. იმიტომ რომ ადრე ვაკეთებდი ეგეთ. აი მე უკაცრავად გაცივული ვარ. ბოდიში ამას ამოჭრით ალბათ. აი მე უკაცრავად გაცივული ვარ. აი მე უკაცრავად გაცივული ვარ. ქონია ადრე პერიოდი რომ აი ესე გავიღუძებდი და წავიდოდი სახლიდან. არ შევჭამდი არც არაფერი და მივხვდი რომ ძალიან ცუდია ჯანმრთელობისთვის. შენით მივხვდი, ჩემი ნახვედრა. კარგი, სად გზელდება შენ დილა მას მერე რაც ყავას მიირთმევ, თუმცა ამას მახართ რამოდენიმე წუთში დაგიბრუნებათ მაგვიძარა ეთერში. ხინკალის გაკეთება იცი? არა კაცო. რა ხინკალის? ხინკალის გახვევა არ იცი? აბა როგორ არ ვიცი 33 ნავარც უკეთებ თუ რამდენი უნდა? თუ 73. 73 რაოდენობა ნავარჩი ხო უნდა? რისი გაკეთება და გეტყვი ხავ, ну რა ვიცი, პიცის გაკეთება ვიცი. პიცის გაკეთება იცი? ვიცი. კარტოფილის შეწვა ვიცი, გემრიელა. აი საერთოდ ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი რომ თაკო გაჩიჩვენა საწოდნებოდა კარტოფილის შეწვა. კარტოფილი ვიცი, ნამცხვარი ვიცი, გემრიელი ოღონდ ნუადვილი, ქვია ზებრა. აჰა. იცი ალბათ. ეს ისეთი ადვილია სხვათა შორის. არა? გაკეთებია. შემოუნდა. კი. ხილის სალათი ვიცი გემრიელი ძალიან. ოღონდ მართლა ძალიან გემრიელია. ძალიან გემრიელი. ოღონდ აი მაგას და ეს როგორი უნდა გათენდეს რომ ამ ყველაფერს ხელი მოკიდო და უნდა გათენდეს და ნუ ან დაბადების დრო უნდა იყოს ან ვიღაცას უნდა ველოდებოდე ან ძალიან უნდა მომინდეს. რო გავა. და არის ხოლმე ესეთი დილები რომ ძალიან გიგდება რომ ოჯახში იტრიალოს სამზარეულოში დღეს დაიგიტრია არასდროს ხო. ძალიან კარგი.
გრძელდება მაღვიძარა და ჩვენ საუბრობდით მე და თაკო წინა ჩართვაში რომ შენ ძალიან გიყვარს ასე თქვა თენდება ხოლმე შენ ცხოვრებაში რომ ისეთი ძირები როცა გიწევს სამზარეულოში ტრიალი. ამ შემთხვევაში არ დღეს ესეთი დილა გავუთეთ და თაკოს როგორც აღმოჩნდა შეიძლება ძალიან გემრიელ ჭადს ამზადებ. კი, აი ხა მე მოვამზადებ. და გადავწყვეტ რომ ვიგემოთ თაკოს მომზადებული ჭადი. კი ბატონო. განსაკუთრებული რეცეპტით არის თუ უბრალოდ ხელი გაქვს ესეც რომ ჩვეულებრივად როგორც ხვების ამზადება, მაგრამ შენი უფრო გემრიელი გამოდის. ალბათ ხელი მაქვს უფრო ისეთი, რომ გემრიელი გამოდის, იმიტომ რომ ვამზადებ ძალიან ჩვეულებრივი რეცეპტით და ეხლა ვნახოთ როგორი გამოვა. ჩვეულებრივად ქვილი, შემდეგ წყალი, ვაიმე, რაღაცა ბევრია. ბევრი წყალი მოგარავს ფულს დავამატებ. არა, იცი რა არის, მე სპეციალურად უშვები ბევრ წყალს, რომ გამოვიდეს ფაფუკი. ამიტომ წყალი თუ ბევრი მოგივიდა, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ეს ისედაც რომ ზილო, მაინც კი, ცოტა კი არა, კარგად სქელდება. აი, ტაფა გამოიღე, ხო? აჰა. ამზადებ ტაფას, მოვუკიდე გას. მანთებით გას. სასარგებლოა ხო ესეთი ჭადის ცხობა. სასარგებლო ცხობა? ცხობა უცებ ჭამაო. ჯანმრთელობისთვის არის აუცილებელი ჭადის გამოცხობა დილაობით. გიწევს ხოლმე დიეტებზე ყოფნა? არა. მაგის პრობლემა არ მაქვს ჯერჯერობით. საერთოდ გაინტერესებს სად რამდენი კალორია. ხო, არ ვარ მაგაზე ჩაციკლური, იმიტომ რომ რასაც უნდა ჭამა, არ ვსუქდები. უნდა გაცხელდეს ჯერ. კი. საკმარისზე ბევრი ცდას. საკმარისზე ბევრი. მიყვარს საერთოდ საკმარისზე ბევრი ყველაფერი. მართლა? კარგი. მარილიც მეტი მიყვარს ჩვენში. შაქარი. ეხლა ის ნახოთ თუ გაცხელდა. საკაც და ასე შემდეგ. მე ვიცი, სხვათა შორის ჭადის ფქვილისგან ნიღბებსაც იკეთებენ ხოლმე. გაგიგია ესეთი? კი, მე გამიგია, მაგრამ არ გამიკეთებია. არ გიცდია არასდროს? ვაიმე. საერთოდ ხალხურ მედიცინას არ მიმართავ ხოლმე ამ საკითხში, როცა სახის კანსული არა მხოლოდ სახისას. არა. რაღაცა მგონია რომ არის უკვე გამზადებული კერატე, ნუ არის ეგეთი საუკუნეში. ხო, იყიდება ესეთი ნიღბები და ხა ჭადი თუ არ დავიდე სახეზე, მე არ არის მე მგონი აუცილებლობა რა. მე ესე ვფიქრობ. ყოველს თავისი სუბიექტური აზრი გააჩნია ამასთან დაკავშირებით. მაგრამ არსებობს ისეთი რაღაცეები, რაც ჯობია ნატურალური დაიწყოს. აი მაგალითად კიტრი. ხო. არსებობს ისეთი რაღაცეები, რაც ჯობია ნატურალური დაიწყოს და რაც გულისხმობდი მაშინ. არა, ნუ იგივე კიტრი, მაგრამ არ დამიდვია და რა ვქნა, ეს გამოვიდა ძალიან პატარა და რომელი შეჭამს ამ პატარას? მე როგორც ყველაზე პატარა. თუ შენ ჩემზე პატარა. მე შეჭამ. ეს მამიკოს გაუმზადდა. როგორც ყველაზე პატარას. პატარა ჭადი. სადნა ჩავატიო. ამას ჩავატევ აი აქ. რეიხი. როგორ თორეში რო პურებს აკრავენ ესე ჩა. აი ხა ამას თავზე უნდა დავახუროთ რომ ეს კარგად შეიწოს, ანუ შიგნით რბილი რო იყოს და არ ჩაცომდეს. და დავიბაროთ ხელი, აი ხა ჭამს რო ისმოდა, ისე მოისმოდა. გაია ხელის დამანა აღარ დაგჭირდებოდა სახე. ეხლა ეს გავრეცხოთ. ჭურჭლის რეცხვა და სახის დაალაგება თუ გიყვარს. რო გითხრა რომ მიყვარს, მე მგონი არ დაიჯერებ, მაგრამ თუ ვალდებული ვარ და ესე ასაჭირო, გავაკეთებ. აბა რა ვქნა. სამზარეულოდან რომ გავდივარ ვიღებ ჩემს დეკორატიულ კოსმეტიკას, რომ რაღაცა წავისვა სახეზე, რომ ცოტა ქუჩაში შეიფერო. ვაიმე, ბოდიში. ყოველდღურად გიწევს ნუ ცოტა მაკიაჟის გაკეთება მიწევს, მაგრამ ისე რომ ძალიან ესეთი მაკიაჟი, ეგეც არ ვიკეთებ. ვაგრძელებთ მაღვიძარას. მკვეთრი მაკიაჟის გაკეთება მიწევს, ან რა, მარტო კონცერტის წინ არა, შეიძლება სადმე ესეთ შეხვედრაზე წავიდე, ან სადმე თვითონ და გეხერხება შენი ვიზაჟისტი არ ჭირდება. არა, მე თვითონ კი მართლა მეხერხებ. შერეულია, ერთი არა მაქვს ამოჩემებული. ჩვენიერია, ძალიან მოგვეწონა და გვაყოფილა, დიდი მადლობა, კარგად წარდევადეთ. გაიგო, მე მგონი მაყურებელმა. ხო, იმაზე საუბრობდით, ეცნობით რა, დილობით პრესას გიყვარს თუ არა ჟურნალების კითხვა, ან იგივე რაღაც გაზეთების კითხვა. აი, ჟურნალების კითხვა ინფორმაცია. ძალიან, მაგრამ უფრო აი რა შეიძლება აი ესეთი ელი ვოგი ბაზარი
და არა ალია 24 საათი და არა, ესეთი რაღაცა დამდგუნველი და პოლიტიკური და ეს აღარ შემიძლია, მაგას არ მეკითხულობ და არც უყურებ. საინფორმაციო გადაცემებს თუ უყურებ დილა? საინფორმაციოს არ უყურებ. მუსიკალურს ან ფეშენს ან რაღაც უფრო ესეთი. რაც უფრო კარგი ხასიათზე გაყენე. გრძელდება მაგვიწერა და მე აღმოაჩინე ნინისთან რა თქვენ ხთავიდან. თავიდან. კრისტინა ნინი და რაღაცებ კეთა. გრძელდება მაგვიწერა და მე აღმოაჩინე თაკოსთან სახლში ბოტანიკური ბაღი. რამე ღირსშესლა. თვენა. ეს არის შენაგროვებ კოლექცია. არა, ის არის ოლეანდრა, ეს არის ფიკუსი, მე მგონი რაღაცა. არა, მე არ ვაგროვებ რა თქმა უნდა, მამაჩემს მოაქვს უფრო. ესე იგი, გარეთ გასეირნება არ გჭირდება შესაბამისად, იმიტომ რომ აქვე გაქვს ჟანგბადი, რასაც სცენარები გაძლევენ და სეირნო. კი და ძალიან მომწონს ფოტოშორის. საერთოდ მიყვარს სახლში რომ ბევრი მცენარეა, ლამაზი, მithumetes რაღაცა პალმები, ესეთი ყვავილები აღამაზებს. აი მე შენ საკუთარ სამოთხში ვივარჯიშებდი დილა. ოф. აი მოდი და ივარჯი. ამასობაში გავიგებთ ჭადი რა მდგომარეობაშია. გავიგოთ. მოგზანდით თუ შეიძლება მაყურებელს ხოლმე თაკოსთან სამზარეულოში. ეს მოსაყოლე. ეს არის დედასი, მამასი, ბავშვი და პატარა ბავშვი. არ არის ჯერშემწვარი. არა, კიდე უნდა. არ გიყვარს ის რო არის დაბრაწული? ძალიან. მაგარია. მე არასდროს არაფერს არ გვიძებთ ხოლმე. ეხა მაგას უნდა ყველი გვინდა თეფშები. ეს მაყურებელს ხო თეფში. მაყურებელი არ გვავიწყდება? არა, მაყურებელი არ უნდა დაგავიწყდეს არასოდეს. ძალიან მრავალფეროვანი დილის საუზმე გამოგვივიდა, ხო? ამის მერე თაკოს გახსნა ვიცი კიდე გრეჩიხის მოხარშვა, ან წიწიბურასი ეგრეთ წოდებოდა, ბრინჯის მოხარშვა, ეცისლოზის მოხარშვა, ყველაფერი ამაზე, კვერცხის მოხარშვა. ის მოხარშვა ვარგი ვარ. აბარა უბრალოდ მე შეზავებაც უნდა იცოდე ცოტა რაღაცის და უკვე მე მზად ხარ გასათხოვრო. რა შეიძლება? ბრინჯის? ბრინჯის ხო. აი ბრინჯი მიყვარს იაპონურად. ბოსტნეულით და რაღაცა იქაური სუნელები და რა ვიცი. აი იცი გამზადებას? არა, ვიცი, უბრალოდ ეს პატარა ჭადი მე ხო? კი ბატონო. ძალიან რომელიც ძალიან მიყვარს. ეს შეგიძლიათ გაჭრათ დაახლოებით. ჭადი ცოცხელია. ბოლი. ორთქლი ამოვიდა. და შეგიძლიათ უნდა ჩავდოთ ყველი, რომ კარგად დადნეს. აი ესე. და იქნება ძალიან გემრიელი. ესე. მეც მაგ ხერხს მივმართა. გაცივდებოდა უკვე არა. არა კაცო. შეგინა ეხლა ჭადი და ყველი დანარჩენგლით ჭამა? არა. ეს დანარჩენგლის ყველაფერი გავაკეთე უკვე და გავსვიდეო. რა ვქნა? ხელით რომ ისმე შეჭამო და დაიწყო. რო გასინჯო. ვარგა? რბილია ხო? მართლა ძალიან მაგარია. მართლა? მეც გავიარებ დღეიდან. ესე იგი აბა ჩვენც გავსინჯოთ. მაყურებელო თქვენც გეპატიჟებით, მოგზანდით. ცხელი არ არის ძალიან? არა? გაჩეჭამე და მე გავსვი. არქიდა. ეს მაგარია მართლა. ეს მაყურებელს მოუწა. მოდი მაყურებელო. ეჭამე? ძალიან გემრიელია. ბრძოლდება მაგვიძარებ შვენიერი ძალიან გემრიელი ჭადი მივირთვით და სპეციალურად მაგვიძარებს მაყურებლებისათვის თაკო გეტყვის მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით თუ რას აპირებს და როგორ. ესე იგი, ჩემი სამომავლო გეგმები არის დაკავშირებული გერმანიასთან ისევ და ისევ, იმიტომ რომ ისევ უნდა წავიდე. ასე რომ, რაც შეეხება ის საქართველოს, რა გითხარ, ეხა ან სიმღერებს წერ ან რაღაცა, მაგ დაგვარი არაფერი. მე მზადები რომ წავიდე ისევ და გავიმგზავრო გერმანიაში და იქ გავაგრძელო კარიერა. და იქ რას აკეთებ ხოლმე? აი როგორ ცხოვრობ, როგორი დილა გაქვს ხოლმე გერმანიაში? იქ სამშვენიერი დილა მაქვს, იმიტომ რომ ძალიან კაი ქვეყანაა და რაღაცა ცხანერ განწყობას. ცხანერი დილა. აი აქ მაგალითად ცხანერი. უკვე შუა დღეს არ იღვიწებ, დილით ადრე იღვიწებ. იქ უფრო დილით ადრე ვიღებ კი. და რას აკეთებ პირველად? სასეირნოდ მიდის ან გერმანიაში?
ხო, ნუ ხა თუ თავისუფალი დრო გვაქვს და ჩაწერები არ გვაქვს და არაფერი არ გვაქვს, მაშინ საერთოდ. კარგი, ახლა ისე ირინებ ჩვენ რო წავალთ. ესე იგი, ჯერ ჩვენ წავალთ, მაშინ სასერნოთ მე თაკო. წარმატებულ დღეს გისურვებ. კარგად იყავით. კარგად. პაკა. მოდი კიდე ჭაკა და დაპატიჟებ. პაკა. ჩემი წავალ, არ მინდა გაცილები მიშვები. კაი. კარგად იყავით. მოგზაურობთ მშვიდობებად და კიდევ ერთხელ შევხვდებით ერთმანეთს, ხოლო კიდევ ერთ ცნობილ ადამიანთან ერთად. კარგად.